4 პოლიციელი, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ჩანს, ჯერჯერობით სამსახურში არ გამოჩენილა, თუმცა აქ მოდიან რიგითი თანამშრომლები, რომლებთანაც ასევე არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, დაინტერესდა თუ არა გამოძიება და გამოიკითხნენ თუ არა ის ადამიანები, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ და ვინც არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ. თანამშრომლების ნაწილი პირველებთან საერთოდ არ საუბრობს, ნაწილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს დღეს დილიდან ამ განყოფილებაში, მე-9 განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, გაშიფრეს და რამდენიმე საათის განმავლობაში თანამშრომლები უყურებდნენ შაბათის ეთერის მომზადებულ სიუჟეტს, რეპორტაჟს, სადაც ჩანან მათი თანამშრომლები. პოლიციელები პირველებთან საუბრისას ბევრ დეტალს არ ამბობენ, თუმცა ამ დრომდე დაკავებულია მხოლოდ ერთი პოლიციელი, ეს არის ლუკა ხორცილავა, მე-9 განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაინტერესდა თუ არა გამოძიება სხვა პოლიციელებით, მაგალითად პოლიციის უფროსით ან გიორგი კეკელაშვილით, რომელიც უკავშირდებოდა არასრულწლოვანის ოჯახის წევრს. რაც შეეხება ლუკა ხორცილავას, ის ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში, რაც გვაქვს ამ დროისთვის ინფორმაცია, მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩამოშლილა. თქვენი თანამშრომლები, აი ახლა რომელ რეპორტაჟსაც უყურებთ, ვინც ფიგურირებენ, თუ გამოიკითხნენ, შეგიძლიათ მითხრათ? ვერ გეტყვით, მე დღეს მოვედი და არ ვიცი. გიორგი კეკელაშვილი. კენაცვალი ბუდიშით. საურიჩი თქვენი ხელმძღვანელი? არ ვიცი, მე დღეს მოვედი კენაცვალი. და რა გითხრეს? ხომ არ წავიდა, ხომ არ ჯერ არავინ არ მინახია კენაცვალი. რომ ნახავ, მე შეიძლება გავიგო. სხვა თანამშრომლებს რომ გამას არ ჩავკეტოთ, კარი რა ასამბობთ, ბატონო, უხერხულია. ვინც ფიგურირებს 6-მდე პოლიციელი ამ ვიდეო კადრებში, რომელიც გავრცელდა. თანამდებობებს რჩებიან? ხომ არ გამოიკითხნენ? თქვენი ხელმძღვანელი ზაურიჩი ხო არ გამოიკითხა? უფლებამოსილების გადამეტებას მიპასუხეთ აბა რა გაქვთ თქმელი? არაფერი არ იცით? არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში თქვენი კოლეგები ემუქრებოდნენ, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ და ასე ატერორებთ ახალგაზრდებს, ვისაც აკავებთ? აი, როდემდე უნდა მოვიდეთ. სანამ პასუხებს არ მივიღებ კითხვებზე. თქვენი ხელმძღვანელი ზაურიჩით ხო არ დაინტერესდა გენინსპექცია? კითხვები ხომ არ დაუსვეს უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა მოადგილემ გამოიყენა. თქვენს კოლეგებთან დაკავშირებით არ გაქვთ პასუხები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს? ვინმე გამოიკითხა ამ დრომდე? რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, გინდება, რომ 16 წლის არასრულწლოვანი გაჩერების მომენტიდან პოლიციის განყოფილებაში მოსვლამდე ფარულად იღებდა იმ ძალადობას, რომელსაც პოლიციელები მის მიმართ ანხორციელებდნენ. პირველივე წუთებში არასრულწლოვანმა განუმარტა ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, რომ ის იყო 16 წლის, თუმცა მაინც პოლიციის განყოფილებაში გადმოიყვანეს 16 წლის ბიჭი, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა უკვე ზარი განახორციელა მის ხელმძღვანელთან, ის დაუკავშირდა პოლიციის უფროსს და უთხრა, რომ 16 წლის მოზარდი ყავდათ პოლიციის განყოფილებაში გადმოყვანილი. პოლიციის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაეშვათ და ერთ-ერთი პოლიციელი გიორგი კეკელაშვილი უკავშირდება უკვე არასრულწლოვანი ბიჭის მშობელს. დედა პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო პირდაპირ კანონდარღვევა, მისი გამოკითხვა არასრულწლოვანი ბიჭის არ უნდა მომხდარიყო მშობლის და არ უნდა მომხდარიყო მშობლის თანდასწრების გარეშე, ასევე დედა განმარტავს, რომ მის შვილს აღენიშნებოდა დაზიანებებიც. გახსენი რა არის პაროლი? არ მაცემინო თავი ჩემი დედაში. აი, რატომ მივთხოვდა 16 ბიჭო, ამდენიც გეუნები, გახსენი პაროლი რა. აუ, თამი დამარეკინე. დაგარეკინე, გახსენი პაროლი. შე დამარეკინე. გახსენი. დაგაკავი, ბუზი ყო ადმინისტრაციულ. არ, კაი, რა, კომანდა. დამდები ხარ რა შე თესოლოში. გახსენი ტელეფონით რომ მოგიწევს ხა ბუზი. მიგიჭერ მამაშეს გვერდზე ბიჭო, გაიგე? ეს სიროშე. აი, ხალი მომწხდა. ება რა უშკა. ხალი მომწხდა. შენი მამის დედას მოწიხე შეი ამის. არ კი, მაგრამ. გამაშეს მოვატყნებ. კაი. ხო.
განცხადება როცა შედის არასრულწლოვანთან დაკავშირებით გამოძიება ეგრევე იწყება. ამათ არც დაწყებული არ ქონიათ საერთოდ, არც აპირებდნენ, ან დავიწყებთ ან არაო. ამათმა არ იცოდნენ მე რომ მთლიანი ჩანაწერი მქონდა ამ მსახველი კადრები. მომიგზავნეს რამდენიმე პიროვნება რომ აი საჩივარი გაიტანე, რო არ მოხდეს, ნუ შენ რაში გაძლევსო ვიღაცაო სამსახურს დაკარგავსო, ბავშვი გეზდებაო მოზარდიო, ქუჩის ბიჭები მოვიდა ზოგი ისეთი რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და ყველაზე ცუდი რა არის იცით ახლა რომ მომიგზავნეს ვიღაცეები, მუქარი შემცველი რომ ნარკობარონი ასე უბაზრებენ, თითქოს როდებენ რაღაცებს, რა თქმა უნდა. დამდებებს. ხო, დამდებიო ესე გაუბაზრეს ბოდიში ჟარგონისთვის, ჩემთვის რომ ვითომ ესეთი ტიპაჟი არის. კავშირი არ აქვს თქვენ შულს ნარკოტიკებს. არანაირი არასდროს სიგარეტსაც არ ეწევა, სასმელს არ სვამს, ჩემთვის თუ ასე დამართეს, ახლა წარმომიდგინეს სხვისი შვილები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ და ვერ იძახიან. მიუჩემა შვილმა თქვა, ხო? და ჩემს მე ეს კადრები რო არ მქონოდა, ვერ დამამტკიცებდი ფიზიკურად რომ მოხდა ასეთი საშინელება და აი კრიმინალია ზუსტად ასე მოექცნენ ჩემს. ფარულ ვიდეო კადრებში ასევე ისმის მუქარაც. პოლიციის განყოფილობაში გადმოყვანილ არასრულწლოვან ბიჭს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ მას თუ მობილურს არ გაუხსნიდა, უკვე ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ. ამ ვიდეო კადრებში ჩანს მინიმუმ 4 პოლიციელი, ერთი კი სატელეფონო კავშირზეა პოლიციის უფროსი მის მოადგილესთან, თუმცა ამ დრომდე ხელბურკირები დაადეს მხოლოდ ერთ პირს. ეს არის ლუკა ხურცილავა, რომელიც ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. სავარაუდოდ დღეს მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება და გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მას გაუშვებენ პატიმრობაში თუ გამოყენებული იქნება არასაპატიმრო გირაო. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა. ილიას